როიტერის ინფორმაციით, ამერიკამ და ირანმა მიიღეს საომარი მოქმედებების დასრულების გეგმის ჩარჩო დოკუმენტი. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპი ირანს ჯოჯოხეთის მოვლენით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგებოდა. მიუხედავად ამისა, ირანმა თქვა, რომ დროებითი ზავის ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმა ორეტაპიან მიდგომას გულისხმობს. პირველ რიგში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, რასაც მოყვება ყოვლის მომცველი შეთანხმება. წყაროს ცნობით, პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი მთელი ღამის განმავლობაში კონტაქტზე იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსთან, სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. აქსიოსმა კვირას პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკა, ირანი და რეგიონული მედიატორები განიხილავენ 45 დღიან ზავს, რაც შესაძლოა ომის საბოლოო დასრულების წინაპირობა გახდეს. სავარაუდოდ საბოლოო პირისპირ მოლაპარაკებები ისლამაბადში გაიმართება.